დიასახლისებისთვის ეს ყოველდღიური რუტინაა. დაკავებული ადამიანებისთვის აუცილებლობა, რომლისთვისაც დრო არასოდეს რჩებათ. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც კულინარიას ხელოვნებად აღიქვამენ. რამდენიმე მეგობრის იდეა ცოტა ხნის წინ განხორციელდა. კულინარდი დაერქვა, პრიალაღდიან ჟურნალად იქცა და უკვე დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ორი მეგობარი და მესამე გვაკლია დღეს ირინა. გამომცემლობა FFG-სთან ერთად გადავწყვეტეთ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ესეთი პროდუქტი, როგორიც არის კულინარი. დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნამდვილად შეგვიძლია ყველანაირი მორიდების გარეშე ამის თქმა და ძალიან მიხარია. ეს არის მეორე ნომერი. პერიოდულობა გამოდის 2 თვეში ერთხელ, მაგრამ რაღაცა ძალიან დიდი მოთხოვნა და მომავალში ვფიქრობთ, რომ გახდეს უფრო თვეში ერთხელ რომ გამოვიდეს ჟურნალი, მაგრამ ნახოთ. მართლა არ ყოფნის 24 საათი. თან ჩვენ ორივე დაკავებულები ვართ, ანუ სხვა სამსახურშიც მუშაობთ და ამიტომ აი ღამეც ვფიქრობთ ჟურნალის დაუშვათ მომავალ რუბრიკებზე და არსებულ რუბრიკებზე. ამ დროისთვის კულინარტის 2 ნომერია გამოსული. ჟურნალის ყდაზე ყველასთვის კარგად ნაცნობი ქალბატონები, ფურცლებზე კი მათი რეცეპტებია. სამზარეულოს საიდუმლოებები და ბევრი საინტერესო რჩევა პროფესიონალებისგან. მაგალითად, როგორ დავამზადოთ სადილი ოცლარად. მეორე ნომრიდან უკვე ძალიან ბევრი სიახლე დაემატა, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან პოპულარულია Pop Menu. Pop Menu, რომელიც აკეთებენ, რომლის ავტორებიც არიან მიკი და სესილი Music Box-ის წამყვანები, ბურგერს და რომლებიც ყველა ნომერში, ანუ ყველა მომდევნო ნომერში შემოგთავაზებენ ძალიან გემრიელი და განსხვავებული თავარია სენდვიჩების, ბურგერების რეცეპტებს და ყავს ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ქეთი ბაქრაძე, რომელიც საოცარ ბლოგს აკეთებს მართლა და ძალიან ბევრი ელოდება მის ბლოგს. ასევე ესმა კუნჭულია, რომელსაც ესმას ბლოგი არის ესეთი და ძალიან ბევრი მკითხველი ყავს ესმას. არის ქეთი სალაყაია, არის მერიკო გუბელაძე. გავცდით კიდევ ფარგლებს იქით გავედით, ანუ რეალურად ძალიან ბევრი ავტორი შემოგვერთა, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ისინი თავად გამოცდილებას და საინტერესო სიახლეებს გვთავაზობენ, როგორც იმ ქვეყნები და სადაც დაუშვათ ხა ცხოვრობენ. და მომავალი ნომრიდან ძალიან ბევრი ექსკლუზივი გვექნება სწორედ ამ ავტორებისგან. კულინარია Music Box-ის ერთ-ერთი რჩეული თემა რამდენიმე სეზონის წინ გახდა. სწორედ მაშინ ჩვენ ბადეში კულინარიული პროექტი მარილი გემოვნებით აღმოჩნდა. ჟურნალისა და გადაცემის თანამშრომლობა კი უკვე მეორე ნომრიდან დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება. ასე რომ ვინც სესილისა და მიკის რეცეპტებს ტელევიზიიდან ისმენთ, ახლა შეძლებთ პრესის ფურცლებზეც გაეცნოთ და Pop Menu მარტივად და იაფად მოამზადოთ. ჩვენი კულინარტის თანამშრომლობა მხოლოდ მეორე ნომრიდან დაიწყო, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე ნომრის გამოსვლის შემდეგ მე და მიკი საკმაოდ მოხიბლულები ვიყავით ამ ჟურნალით და ხო შორის თავიდანვე მიგრძნობდა გული, რომ ჩვენი თანამშრომლობა რაღაცა ფორმით აუცილებლად შედგებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ალბათ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში კულინარიული გადაცემის ყველაზე ახალგაზრდა წამყვანები ვართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ინფორმაცია დავაგროვეთ სხვადასხვა კერძებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის კერძებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უკვე რაღაცა ჩვენი პატარა ადგილი უკვე დავიკავეთ, ასე ვთქვათ, კულინარიულ სივრცეში. მე ასე. იმიტომ რომ ახალგაზრდულია, იმიტომ რომ უფრო დინამიურია, იმიტომ რომ უფრო ხმაურიანია, ფერადი. კულინარტი ყოველ 2 თვეში ერთხელ თქვენი სამზარეულოს საუკეთესო გამახალისებელია. თითოეულ ნომერში იმდენი რეცეპტია 2 თვის განმავლობაში ნამდვილად იმყოფინებთ. მათი ამოწურვის შემდეგ კი უკვე ახალი ნომერიც წამოგეძევათ. ასე რომ თუ კი კულინარია თქვენთვის ჯერჯერობით არტი სულაც არ არის, კულინარტის გადახედვის შემდეგ დიდი შანსია აზრი შეიცვალოთ.